მადლიერი მოკავშირის ნაცვლად რუსეთმა აფხაზეთში მიიღო დაუმორჩილებელი და ვერაგი მონა, რომელიც მზადაა გულში ჩაიკრას ჩვენი ნებისმიერი მტერი. ასე მოიქცა უკანასკნელ ომში. 1861 წელს სოხუმიდან 2 ვერსში ჩვენს კოლონას სამჯერ მეტი აფხაზი დაუპირისპირდა ვიდრე მთიელი. დღესაც ვერც ერთი ჯარისკაცი 2 ვერსითაც კი ვერ გასცდენია სოხუმს სიკვდილის საფრთხის გარეშე. ვერც ერთი ხელმძღვანელი ვერ გაივლის ამ მხარეში ძლიერი ამალის გარეშე. მეფისნაცვალ რომანოვს გულწრფელად არ ესმის, რატომ შეიძლება ვინმეს არ მოხსნოდეს ოკუპანტი. თუნდაც ის ოკუპანტი თავს ძალიან ლმობიერად თვლიდეს და მუდმივად ახსენებდეს, სხვაგან უარესად ვიქცევიო. ჩვენი ხელისუფლება არ ეხება ამ ხალხის შიდა მმართველობას. აფხაზები არც გადასახადებს იხდიან, არც სავალდებულო სამსახური არ უწევთ. ჯარი მათ სახლებში არ ბინადრობს, არ აკისრებს ღალას, არაფრით სარგებლობენ და მუდამ იცავენ მათ. ამ ყველაფრისთვის კი აფხაზები ზურგს უკან მკვლელობებით გვიხდიან. აბზაციდან აბზაცისკენ სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება დიდი კნიაზის წერილი. არ შეიძლება არ ვიკითხოთ, რატომ ამბობდა შერვაშიძე უარს აფხაზთა სამსახურზე ჩვენს ჯარში და მისი უდიდებულესობის პირად ამალაში. რატომ უგრძალავდა რუსულ სასწავლებლებში ბავშვების მიბარებას. რა განზრახვით მოაცილა ნაპირს მთელი ქრისტიანული მოსახლეობა და რატომ დაასახლა სანაპირო სოფლებში მხოლოდ მუსლიმები, უპირატესად კი თურქები. ამ მდგომარეობაში აფხაზეთი ყოველთვის იქნება მზა პლაცდარმი და საფუძველი ზღვის მხრიდან ამიერკავკასიის წინააღმდეგ მტრის სამოქმედოდ. კვლავინდებურად იძულებულები ვიქნებით სოხუმში მშვიდობიან დროსაც ძლიერი გარნიზონი შევინარჩუნოთ, რათა შავ ზღვაზე მტრის გამოჩენისთანავე გამოვიყვანოთ ენგურს გამოღმა. მთიელთა წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ ეს იქნება ერთადერთი კუთხე, სადაც საჭირო იქნება კოლონებად გადაადგილება. ეს იქნება სოლი, რომლითაც მონაპირე კაზაკური მოსახლეობა გაყოფილი იქნება ჩვენი ერთგული სამეგრელოს მოსახლეობისგან.